ჩემო კარგებო, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ რაბინურ სწავლებაში, რაბინურ იუდაიზმში მე-10 საუკუნემდე, მე-9 საუკუნემდე რაბინები თვლიდნენ, რომ მესიას ექნებოდა ღვთაებრივი ბუნება, ანუ ის იქნებოდა ღმერთივით. ესე იყო, რამოდენიმე თალმუდში არის ამაზე საუბარი და რამოდენიმე მიდრაში ამაზე მიგვითითებს, მაგრამ როდესაც გამოჩნდა იუდაიზმში ესეთი პიროვნება რამბამმა თქვა, რომ მესია არაა სავალდებულო რომ ღვთაებრივი ბუნების იყოს. ეს შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანიც იყოს. ამ იდეამ აიტაცა შემდეგ უფრო მეტი პოპულარობა პოვა იუდაიზმში იმის გამო, რომ ქრისტიანები დევნიდნენ ებრაელებს. და ებრაელებმა სულ უფრო და უფრო ჩაეჭიდნენ ამ მოსაზრებას სამწუხაროდ. მაგრამ მე-10 საუკუნეში, მე-9 საუკუნეში